ოჯახის ექიმი თამარ მურუსიძე. გამარჯობა ძვირფასო რადიო მსმენელებო. თქვენ უსმენთ საზოგადოებრივ რადიო 1 ტალღაზე FM 102.4 240 91 92 240 92. ეს კი გახლავთ, როგორც იცით, გადაცემა ოჯახის ექიმი. დღეს ოჯახის ექიმი საუბრებს ოჯახის ექიმში იქნება საუბარი, ამ გადაცემაში იქნება საუბარი მეტყველების დარღვევებზე, ეს ძალიან საინტერესო თემაა. ოღონდ მეტყველების დარღვევები გარკვეული მიმართულების დროს, ეს გახლავთ აუტისტური სპექტრის მოშლები, აუტიზმის დროს, ეს გახლავთ დაუნის სინდრომი და ცერებრალური დამბლა. ვიცი რომ ეს გადაცემა თქვენს დიდ ყურადღებას, თქვენში გამოიწვევს დიდ ყურადღებას და დაგვიკავშირდებით კიდევაც, ოღონდ თავდაპირველად რა თქმა უნდა მოусმინეთ მოწვეულ სტუმარს. გაგაცნობთ ვინ გახლავთ დღეს, ეს არის მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის ლოგომედის ხელმძღვანელი ქალბატონი ეკატერინე ჭავჭავაძე. მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე. მოგესალმებით ჩვენს მსმენელს. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და მართლაც მეც დიდი ინტერესით მოგისმენთ ძვირფასო სტუმარო და ჩვენი რადიო მსმენელიც იქნება ძალიან დაინტერესებული, დარწმუნებული ვარ. ძვირფასო რადიო მსმენელებო, მინდა გითხრათ რომ მეტყველების დარღვევები სხვადასხვა დარღვევა არსებობს და თითოეული ამ მიმართულებას, თითოეულ ამ გამოვლენ დარღვევას აქვს თავისი სპეციფიკა მეტყველების დარღვევის მხრივ. ხო მართალია ქალბატონო ეკატერინე და მოდით მიმოვიხილოთ რა ხდება. ჩვენ მე მინდა გითხრათ ძვირფასო რადიო მსმენელებო რომ ნორმის ვარიანტებსაც განვიხილავთ, ოღონდ გადაცემის ბოლოს ვეცდები რომ შეგახსენოთ რა არის ნორმა, რაც უნდა მიექცეს ყურადღება, მაგრამ მინდა რომ ძირითადი დრო მაინც ამ სამ მიმართულებას დაუთმოთ, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია ეს ყოველივე. უკანასკნელ ხანს მით უმეტი. დიახ, ინტერესი ძალიან გაიზარდა ჩვენი მსმენელებისაც, მოსახლეობისაც, იმიტომ რომ ადრე არც დიაგნოზი ისმებოდა, არც ზუსტად იცოდნენ რა რისთვის უნდა მიექციათ ყურადღება და ეხლა საბედნიეროდ ამის შესახებ ინფორმაცია არსებობს რა თქმა უნდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაქცევთ ყურადღებას ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს. და მოდით დავიწყოთ საუბარი სწორედ იმით, რომ თუ აუხსნათ ჩვენ რადიო მსმენელებს, რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს დაუშვათ მეტყველების დარღვევას აუტიზმის დროს, მერე გადავიდეთ, როგორც თქვენ გნებავთ დაუნზე და მერე ბოლოს დაუნის სინდრომით დაუშვათ პიროვნებებზე და მერე კიდევ უკვე აუცილებლად განხილოთ ცერებრალური დამბლა. თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. დღეს აუტიზმმა და აუტისტური სპექტრის მოშლილობებმა შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიური ხასიათიც კი მიიღო, იმდენად ხშირია. შესაბამისად ეს განაპირობებს ამ პრობლემის სიმწვავესაც. აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობების დროს მეტყველების დაგვიანება, ეს არის პირველი კლინიკური ნიშანი, რომელიც თვალში ისცემთ მშობლებს და ოჯახის წევრებს და ამიტომ მათ რა თქმა უნდა ისინი არც ფიქრობენ რომ აქ ცოტა უფრო სერიოზულ დარღვევებთან გვაქვს საქმე და პირველად ეს ბავშვები სწორედ ჩვენ გვაკითხავენ. ანუ გვაკითხავენ იმ ჩივილით ასე ვთქვათ, რომ მათი შვილი არ იწყებს ლაპარაკს. ან არ საუბრობს ისე, როგორც მისი ასაკობრივი ნორმა ითვალისწინებს. აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობების დროს მეტყველებათა დარღვევები ძალიან მრავალფეროვანი, ანუ გამოვლენა არის ძალიან მრავალფეროვანი. ჩვენ შეგვიძლია ალბათ ყველაზე ხშირად, დიახ, აი ყველაზე არის აბსოლუტურად სრული უმეტყველობა. ანუ ბავშვი არის აბსოლუტურად არავერბალური, ეს რას ნიშნავს? მას არ გააჩნია ბგერებიც კი. ეს არის აბსოლუტურად ესეთი უსიტყვო ბავშვი, რომელსაც არანაირი ბგერა არ გააჩნია, შესაძლოა ქონდეს რამდენიმე ესეთი სპონტანური ვოკალიზაციის ბგერები, რომელსაც თვითონაც არის ისეთი გაუაზრებლად შეიძლება წარმოსთქვამდეს ხოლმე. არსებობს მეორე ვარიანტი, როდესაც ბავშვს ბგერები აქვს, მარცვლები აქვს, საუბრობს, სახელებს არქმევს, საგნებს არქმევს თავის სახელებს. ეს არის ესეთი არაკონვენციური, ანუ ჟარგონის ენაზე მეტყველებს, ყველაფერს არქმევს თავის სახელს, რომელიც არ არის მსგავსი ამ სახელის. ზოგადად ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი საგნების დამახინჯებული წარმოთქმა, მაგრამ ეს მიმსგავსებული ფორმაც არ არის. აბსოლუტურად სხვა ენაზე მეტყველებს ბავშვი. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ბავშვი არაკონვენციური მეტყველებდეს ჟარგონის ენაზე, მაგრამ მას შენარჩუნებული კონდეს ინტონაცია. ანუ ის ემოცია, ის რასაც იგი გამოხატავს, შესაბამისი იყოს იმისა, რასაც ის ითხოვს, მაგალითად
თხოვნას თავის ფორმა კონდეს, იქ პროტეზ თავისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ არის მეორე ფორმაც, როდესაც ემოცია აბსოლუტურად არაადეკვატურია. ეს კიდევ უფრო რთული შემთხვევაა, რადგან მშობელი დაახლოებითაც ვერ ხვდება რა სურს ბავშვს. არსებობს ფორმები, როდესაც ბავშვები საუბრობენ ეგრეთ წოდებული ექოლალიებით. ეს რას ნიშნავს? რასაც ვეუბნებით, იგივეს იმეორებენ შესაძლოა სრული არტიკულაციით და მართლმეტყველების წესების სრული დაცვით. ანუ ყველა ბგერა აქვთ განვითარებული, მაგრამ თვითონ მიზნობრივად პრაქტიკულად არ საუბრობენ და არ ამბობენ ელემენტარულ სიტყვებსაც კი. თუმცა ყველაზე რთული შენების ფრაზაც კი შეუძლიათ უშეცდომოდ გაიმეორონ. არსებობს კიდევ ესეთი ფორმა, როდესაც ყველა შემთხვევაში აუტისტურ სპექტრის ეს აუტიზმი და აუტისტური სპექტრია, დიახ. არსებობს ბავშვები, რომლებსაც ლექსიკური მარაგი საკმაოდ აქვთ განვითარებული, მაგრამ აქ თავს იჩენს აგრამატიზმი, არეულია აბსოლუტურად, დრო, პირი, რიცხვი, შეუსაბამო, თუმცა მაინც ბავშვს რა სურს, ამას მშობელს ის აგებინებს. ანუ მეტყველება შეიძლება ითქვას, რომ რაღაც პირველყოფილ დონეზე მაინც განვითარებული არის. ეს არის ის ფორმები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბავშვები ამ მე მხედველობაში მყავს მეტყველი ბავშვები, ანუ პირველში თქვენ ბრძანეთ, რომ არის სრული ამას არ ეხება ეს არ ეხება, ეს სადაც არის აგრამატიზმი დარღვეული, ამ შემთხვევაში შესაძლოა ბავშვს არ ესმოდეს უკვე მისადმი მიმართული სიტყვების მნიშვნელობაც კი. ელემენტარული ეს რეცეპტული ტიპის დარღვევებზე მიგვითითებს, ანუ მნიშვნელობას ვერ იგებდეს. თუმცა მისთვის საჭირო რაღაცა მარტივი ფრაზებით ის საუბარს ახერხებდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ექოლალიით იწყებს ლაპარაკს, ამას არ აქცევენ დიდ ყურადღებას, რადგან მიჩნევენ ამას, რომ ეს მეტყველება უფრო მარტივად რო ვთქვათ, იმეორებენ რასაც ეტყვი ზუსტად იმას ესე რასაც ჩააზახებ, იმას ამოგძახებენ. ზუსტად ესე მეტყველებენ, ამას არ აქცევენ ყურადღებას, ფიქრობენ, რომ ბავშვი მეტყველებს და დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს დაალაგებს, თუმცა აქ უკვე შესაძლოა ლოდინის რეჟიმში ყოფნისას ძალიან მნიშვნელოვანი დრო დაიკარგოს. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომ აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობების დროს მშობლები ზოგჯერ სიამაყითაც ამბობენ, რომ იცით ჩემი შვილი ითვლის ინგლისურად 10-მდე, შეუძლია ამბანი, ასახელებს უცხო ენაზე სიტყვებს და ფიქრობს, რომ ბავშვი მეტყველებს უბრალოდ ქართული არ უყვარს. აქ ეს ძალიან ხშირია უკვე ეს, იმიტომ რომ ბავშვებს უწევთ რამდენიმე ენაზე გახმოვანებული მულტიპლიკაციური ფილმების ყურება და ეს ძალიან გავრცელებული სცენია, მინდა ვთქვა ხაზგასმით და ბავშვი ითვლის ინგლისურად და ინგლისურად სიტყვებს ამბობს არა იმიტომ რომ ქართული არ მოწონს, არამედ იმიტომ რომ მას ამ ენაზე კონტაქტს არ ამისთხოვს. ანუ უცხო ენა ეს, როდესაც ბავშვი არ ლაპარაკობს ქართულად, მას მუდმივად მიმართავენ, აბა თქვი, გაიმეორე და მას არ უნდა კონტაქტი, შესაბამისად ეს ენა რა ენაზეც მას ეკონტაქტებიან, ანუ მშობლიური ენა მისთვის უკვე მისაღები არ არის, ის იგნორირებს ამ ენაზე და გადადის სხვა უცხო ენაზე. იგივე ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ბავშვებიც ამ პრობლემის მქონენიც გაურბიან იმავე ინგლისურს და ასე შემდეგ. ანუ ის რომ ბავშვი ინგლისურ ენაზე გინდაც რუსულად მნიშვნელობა არ აქვს, კარგად ნებისმიერ არამშობლიურ ენაზე, კარგად მეტყველებს, ეს ცოტა საგანგაშოდ უნდა მივიჩნიოთ, მაშინ როდესაც ის არ აქცევს სათანადო ყურადღებას მის მშობლიურ ენას. ანუ ეს უნდა გაიმიჯნოს საინტერესო დამახასიათებელი მომენტი ბრძანეთ თქვენ, რომელიც შეიძლება მართლაც ის გარბის ბავშვი გაურბის იმ ენას, რა ენაზეც მას კონტაქტს თხოვენ, ანუ თხოვენ იმის გაკეთებას, რისი გაკეთების სურვილით მას არ აქვს. ახლა ერთმნიშვნელოვნად ეს არ ნიშნავს, რომ აუტისტურ სპექტრის საშუალებასთან გვაქვს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ მიიყვანოს სპეციალისტთან აუცილებლად, თუ კი ასეთ მომენტთან პრობლემასთან გვაქვს. დიფერენცირება არის აუცილებელი. დასაწყისში მოგეხსნებათ აუტიზმი და აუტისტური სპექტრი ეს შედარებით ახალი დარღვევებია ფსიქოემოციური წრის და ბევრ ამას ჩვენც ახლავს სწავლობთ თანდათან და თუნდაც დაახლოებით 6-7 წლის წინათ, როდესაც ჩვენ გვაკითხავდნენ ბავშვები ესე, რომლებიც უცხო ენაზე კარგად მეტყველებდნენ და მშობლიურს იგნორირებდნენ, ჩვენც არ ვიცოდით ეს რას ნიშნავდა, მაგრამ როდესაც მოგვაკითხეს იგივე რუსულენოვანმა მოსახლეობამ, სომხურენოვანმა მოსახლეობამ და მათი შვილებიც ასევე გაურბოდნენ თავენ მშობლიურ ენას და უფრო მეტ სიმშვიდეს პოულობდნენ უცხო ენასთან კონტაქტისას და შემდგომ ეს უკვე მეცნიერულად დადასტურდა თუ რატო იქცევიან ბავშვები ასე. კიდევ თუ
არის რამე დამახასიათებელი ამ შემთხვევაში თუ ყველაფერი ბრძანეთ უკვე გარდა ამისა დამახასიათებელია აკვიატებული ფრაზები. აი როდესაც ბავშვი დიდხანს უყურებს რაღაც მულტფილმს, ხო, იქიდან იღებს ფრაზას. აი მთელი დღე შეიძლება თქვას, ტომი გააღეკარები, ტომი გააღეკარები, ტომი გააღეკარები. ან ფრაზა რომელსაც დედა მიმართავს, ნანა დაიბანე ხელები. აი შეიძლება მთელი დღე ბავშვმა რამდენჯერმე ეს ნანა დაიბანე ხელები იძახოს. გარდა ამისა, აუტიზმი და აუტისტური სპექტრის დროს ბავშვები საუბრობენ არაბუნებრივ ხმაზე. აი მშობელი თავადაც ხვდება რომ ბავშვის ბუნებრივი ფიზიოლოგიური ხმა ცოტა სხვა არის და ის საუბრობს სხვა ხმაზე. ესეც მნიშვნელოვანია. აი ესეც არ უნდა მივაწეროთ იმას რომ ბავშვი მულტფილმში ნანახი გმირის ხმაზე საუბრობს. ანუ თქვენ სწორად ბრძანეთ, ეს ყოველთვის არ ნიშნავს რომ გვაქვს საქმე აუტიზმთან, მაგრამ როდესაც მსგავსი ნიშნები და დამახასიათებელი თვისებები იკვეთება, აუცილებლად დროულად უნდა მოხდეს ამის დიფერენცირება. ამ შემთხვევაში აუტიზმის ყველა დაავადების დროს ჩვენ ვამბობთ ერთ და იგივეს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ეს არის წარმატებული მკურნალობის და გამოსავლის ადრე დადგომის გარანტი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აი ასე ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს, როდის მივა მშობელი, როდის მიყვას ბავშვს სპეციალისტა, რომ გაიშიფროს მისი მდგომარეობა ხო მართალია და უკვე შეიცვალოს. ადრიდანვე დაიწყოს დახმარება, ბავშვის დახმარება, რომ მისი განვითარება ჩაჯდეს ასე თუ ისე ნორმის კალაპოტში. ხო მართალია, ყოველთვის შესაძლებელია ეს არ არის ბოლომდე შესაძლებელი, ამასაც აქვს თავისი გამართლება, როგორც სხვა დაავადებებს და ნორმიდან გადახრებს, ასე ვთქვათ. აუტისტური სპექტრის საშუალებებსაც აქვს თავისი სიმძიმე, არის მძიმე ფორმა, არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი, მაგრამ სპეციალისტის დახმარება ყველა ფორმაში სჭირდება აუცილებლად და რაც უფრო ადრე, მით უფრო უკეთესი. კარგით, გადავიდეთ არანაკლებ პრობლემასთან, არანაკლებ ხშირ გამოვლინებასთან, როგორც არის დაუნის სინდრომი. აქ რასთან გვაქვს საქმე? დიახ. დაუნის სინდრომთან დაკავშირებითაც აი დასაწყისში შეიძლება ითქვას, რომ ყველა თავის დროზე, როდესაც სწავლობდით და ვიღებდით განათლებას, ვიცოდით, რომ დაუნის სინდრომი ეს იყო დამახასიათებელი 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებში პირველ მშობიარებში, ანუ ხანდაზმულ მშობიარეთათვის იყო ძირითადად დამახასიათებელი. ასე ვსწავლობდით, დიახ. დღეს ეს აბსოლუტურად ეს მოსაზრება, ანუ მე ვერ ვიტყვი რომ იგნორირებული ნამდვილად არ არის, მაგრამ დღეს ასაკი პირველ მშობიარეთათვის და აღარ წარმოადგენს უკვე იმას, რომ ანუ ძალიან ბევრი ყავს ბავშვი, რომელიც არის 18, 20, 22 და 24 წლის ქალბატონების მიერ გაჩენილი ბავშვები და ამასთან აი ეს პოსტულატით, რომ ეს პირველი შვილები არიან, ასე არ არის. არიან დაუნის სინდრომით დაბადებული მეორე და მესამე შვილებიც კი. ანუ აქაც ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რიცხვიც ძალიან გაიზარდა და იმატა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მეტყველებას რაც შეეხება, ნუ აქ შედარებით უფრო მსუბუქად გვაქვს საქმე, თუმცა პრობლემა, სერიოზული პრობლემები მეტყველებასთან დაკავშირებით აქაც არის. აქაც არიან ბავშვები სრული უმეტყველობით, ოღონდ თუ აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის შემთხვევაში სრული უმეტყველობა უფრო მაღალი პროცენტია, დაუნის შემთხვევაში ეს პირიქით ძალიან დაბალი პროცენტია. ანუ ძირითადად ამ სინდრომის მქონე ბავშვები ჩვეულებრივ იწყებენ მეტყველებას, ანუ ვერბალურები არიან, თუმცა უკვე შემდგომ მეტყველების განვითარების ეტაპები არ მიდის ისე როგორც საჭიროა. ანუ ეს რას ითვალისწინებს? ლექსიკური ბარაკის სიმწირე და ყველაზე უფრო ხშირად თავს იჩენს მაინც მართმეტყველების დარღვევები და აი დისლალია წოდებული მდგომარეობები, რომ გერათა არასწორი გამოთქმა და ძალიან ეს ზოგადად მაინც არის დამახასიათებელი წალისილი, წაშლილი მეტყველება. ეს რას ნიშნავს, როცა ენის კუნთოვანი ტონუსის განუვითარებლობა, მისი მოშვება ატონია იწვევს იმას, რომ ენას არ გააჩნია საჭირო ელასტიურობა, მოქნილობა, ტონუსი, ასე ვთქვათ, და ბგერა ვერ იღებს იმ ჟღერადობას, რაც საჭიროა და ზოგადად მთელი მეტყველება არის წალესილი და დუდუნა. ამას ემატება ამ სინდრომისთვის ძალიან დამახასიათებელი რინოლალია, ანუ ცხუში საუბარი. ეს ზოგადად ამისთვის ის დამახასიათებელი. თუმცა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან შედარებით უფრო მარტივად მიდის მუშაობა, მათ არიან მაღალფუნქციური ბავშვები, რომელთანაც შესაძლებელია მათი ასაკობრივი ნორმისთვის დამახასიათებელი ზღვრების და ლექსიკური მარაგის დაძლევაც. ეს ძირითადად მაინც არის დამოკიდებული იმაზე, თუ
მეხსიერება როგორც ფუნქცია როგორ გვაქვს განვითარებული. თუ მეხსიერების ფუნქცია არის კარგად განვითარებული, შესაბამისად მეტყველებაც ვითარდება. უნდა ითქვას, რომ ბიჭი დაუნის სინდრომის მქონეები ცოტა უფრო ზარმაცები არიან და ამ ხრივ ჩამორჩებიან გოგონებს, ანუ გოგონებს მუშაობაც უყვართ, კარგად შრომობენ და შესაბამისად მათთან შედეგებიც ბევრად უკეთესი გვაქვს. და კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ცერებრალური დამბლა, აქ რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს ცერებრული დამბლები, დიახ. ცერებრული დამბლების შემთხვევაში მეტყველების დარღვევა განპირობებულია ორი ძირითადი მიზეზით. პირველი, რომ აი ამ მდგომარეობის გამო არის დაზიანებული თავის ტვინის გარკვეული სტრუქტურები და მეორე, უბრალოდ ვერ ვითარდება და დროში განვითარებას აგვიანებს ის სტრუქტურები, რომლებიც ასევე მეტყველების ფუნქციაზე არიან მიბმული, ასე ვთქვათ. აქ ძირითადად მაინც ცერებრული დამბლის შემთხვევაში იჩენს თავს მეტყველების ზოგადად ფუნქციის ზოგადი განუვითარებლობა და დიზართრია. ეს რას ნიშნავს დიზართრია? ეს არის მდგომარეობა, როდესაც მარტივად რომ ვთქვათ, თავის ტვინსა და საარტიკულაციო აპარატს შორის კავშირი არ არის, სათანადო კავშირი არ არის, ანუ სიგნალი არ გადაეცემა სათანადოდ არტიკულაციაში მონაწილე ორგანოებს და ამიტომ მეტყველებაც ასეთია. ცერებრული დამბლების შემთხვევაში ძალიან ხშირია ასევე მეტყველების რეცეპტული ტიპის დარღვევა. ეს რას ნიშნავს? ბავშვს არ ესმის, როდესაც მას მიმართავ რა გსურს მისგან. მნიშვნელობას ვერ იგებს, ანუ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის. ცერებრული დამბლების შემთხვევაში როგორც აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის დროს საჭიროა ძალიან ხანგრძლივი მუშაობა და კომპლექსური მიდგომა, უკვე აქ საჭირო აქ მხოლოდ მეტყველების თერაპევტი საკმარისი არ არის. აქ აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ნევროპათოლოგი, პედიატრი, ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი და პლუს მეტყველების თერაპევტი. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს საარტიკულაციო აპარატის დამუშავება. აი დაუნის შემთხვევაში შედარებით უფრო ნაკლებად, აუტიზმის დროს შესაძლოა მასაჟი სულაც არ იყოს საჭირო, აქ პირიქით დიდი დოზით არის საჭირო საარტიკულაციო აპარატის მექანიკური დამუშავება. კარგით. ჩვენ განვიხილეთ ეს ყველა სამი მიმართულება. მე ვფიქრობ, რადიო მსმენელებისთვის ყოველივე ამის მოსმენა ძალიან საინტერესო იყო. მე უბრალოდ შევახსენებ რადიო მსმენელებს, თქვენ უსმენთ საზოგადოებრივ რადიო 1 ტალღაზე FM 102.4 240 ძვირფასო რადიო მსმენელებო, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. და ქალბატონო ეკატერინე, გადავიდეთ ახლა ერთი საკითხი მინდა მე მოვახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელებს, თქვენ ბრძანდებოდით ერთი თვის წინ თუ არ ვცდები ხო ისრაელში, მაისში. კი ბატონო, ეს იყო მაშავის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ეძღვნებოდა, ეს იყო პრაქტიკულად ერთთვიანი სასწავლო კურსი, თუ რას წარმოადგენს ეს მაშავის საერთაშორისო ფორუმი, სასწავლო კურსის დროს რა განიხილეთ და რას ეძღვნებოდა, ეს ძალიან საინტერესო იქნება ამის მოსმენა, ოღონდ ჯერ მსმენელი დაგვიკავშირდა. მას უპასუხოთ და მე აი ამ სასწავლო კურსებზეც ვისაუბროთ, ხო? გისმენთ ქალბატონო. გამარჯობა. ეს ყველაფერი რომ გავარკვიოთ, ვის შეიძლება მიმართოთ, აი თქვენ რა ხანამი სპეციალისტი ბრძანდებით. ბრძანეთ, როგორ შეიძლება მოვიდეთ თქვენთან და არის კი ესე იგი აი დასრული ადამიანებში ასეთი დარღვევა და გამოკვლევა. კარგით, ძალიან საინტერესოა თქვენი კითხვა ქალბატონო, მე უბრალოდ გეტყვით, რომ არ დაკიდოთ ყურმილი და ჩვენი გადაცემის რეჟისორი კლინიკის მისამართსაც გეტყვით, ეს გახლავთ როგორც გითხარით კლინიკა ლოგომედი, მისამართსა ტელეფონის საკონტაქტო ტელეფონის ნომერსაც ჩაგაწერინებთ, შეგიძლიათ ყველა სხვა ნიუანსი უკვე გაიგოთ აი ამ ტელეფონის ნომრის საშუალებით. რაც შეეხება მოზრდილებს, ქალბატონო ეკატერინე. დიახ, როგორ არა, მოზრდილებშიც არის აღნიშნული დარღვევები, აქაც ორი ვარიანტი განიხილება. ერთი შესაძლოა ეს იყოს, ანუ ბავშვობის ასაკიდან მოდიოდეს და სათანადოდ არ მიიქცა ყურადღება და ეს განვითარდა და გაღრმავდა და მეორე მოზრდილობის ასაკშიც გარკვეული ტრავმების, ფსიქოლოგიური ტრავმა შესაძლოა მხედველობაში მივიღოთ ან სტრესების შედეგად მოხდეს მეტყველების აი ესეთი დარღვევა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ მოგმართავენ, როდესაც ჩვენთან გადიან კონსულტაციას, უკვე ჩვენ მიჯნავთ, რამდენად შეიძლება მხოლოდ ჩვენი ძალებით მოვაგვაროთ ეს პრობლემა და თუ მხოლოდ ჩვენი ძალებით ეს პრობლემა არ მოგვარდება, შესაბამისად უკვე ვუთითებთ იქ ნევროლოგია საჭირო, ფსიქონევროლოგის ჩართვა არ საჭირო, ფსიქიატრია საჭირო თუ რა კუთხით უნდა იმოქმედოს მშობელმა. კარგი, ძვირფასო რადიო მსმენელო, ვისაც გაგიჩნდებათ ინტერესი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ კლინიკა მეტყველების განვითარების კორექციის ცენტრი ლოგომედის მისამართიც და ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ ჩვენი გადაცემის რეჟისორის საშუალებით გაიგოთ და რეკოთ 240 91
92. და მოდით გადავიდეთ, ხო, ვთქვათ, რა ხდებოდა ისრაელში, ძალიან საინტერესოა. რას ნიშნავს მაშავის საერთაშორისო ფორუმი, ერთვიანი სასწავლო კურსი? მაშავის ცენტრი ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, არის სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად ატარებს მსგავსი ტიპის სასწავლო კურსებს, როგორც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნების, ისე პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის. აი წელსაც, სადაც მე ვიმყოფებოდი, ეს იყო სასწავლო კურსი, რომელიც იყო გათვლილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, მასში 9 ქვეყნის წარმომადგენელი ვიღებდით მონაწილეობას. ეს იყო სასწავლო კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ინტეგრაციას ნორმატიულ გარემოში. ისრაელში, ისევე როგორც ჩვენთან, საკმაოდ ბევრია განსაკუთრებული საჭიროების მქონე როგორც ბავშვი, ისე მოზარდი და მოზრდილი და ჩვენთან შედარებით ისინი ცოტა უფრო წინ არიან და განვითარდნენ შესაბამისად მათ გამოცდილებას ვიზიარებთ ჩვენ და რადგან ბავშვთა ნორმატიულ გარემოში ადაპტაცია ეს პირველ ყოვლისა მათ სრულფასოვან კომუნიკაციას ითვალისწინებს. შესაბამისად, მეტყველების თერაპია იქ განსაკუთრებით კარგად იყო განხილული, ჩვენ სპეციალური ტრენინგები გავიარეთ და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უბრალოდ მეკითხა როგორ მოხდით მანდ თქო. დიახ, ეს კურსები მტარდება საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ. საკონკურსო წესით შეირჩევა კონკურსანტები, რომლებიც შემდეგ აბსოლუტურად უსასყიდლოდ გადიან აი ამ ერთთვიან ძალიან მნიშვნელოვან სასწავლო კურსს ისრაელში და უბრალოდ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ისრაელის საელჩოსაც და მაშავის საერთაშორისო სასწავლო ცენტრსაც დიდი მადლობა გადაუხადო. კი ბატონო, ვუერთდები მეც ამ რადგან ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ და რაც მთავარია, ვნახეთ ის მიღწევები, რაც ადვილად შესაძლებელია რომ ჩვენთანაც დაინერგოს და ეს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს უნარშეზღუდული ადამიანების როგორც ზოგადად ცხოვრების ხარისხს, ისე მათ ინტეგრაციასა და ადაპტაციას გარემოში. და თქვენ ბრძანეთ რომ ესეთი კომუნიკაციური თერაპია, რომელიც არის შედარებით უფრო ახალი მეტყველების თერაპია, შეიძლება ჩვენთვის ახალი და არა ისრაელისთვის და რა ხდება ეს, რას ნიშნავს? ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციური თერაპიის ათვისება და გაცნობა. კომუნიკაციური თერაპია ეს არის ჩანაცვლებითი დამხმარე ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ეხმარება ნებისმიერ დონეზე მეტყველ თუ არამეტყველ ადამიანს კომუნიკაციაში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც ოჯახში არის გარკვეული პრობლემის მქონე ბავშვი, მთელი ოჯახი არის სწორებას ახდენს მას. ამიტომ ვიდრე ამ ბავშვს ყავს დედა, ყავს მამა, მომვლელი, მას ერთგვარად პრობლემები ნაკლებად ეხება, მაგრამ სამწუხაროდ ყველამ ვიცით, რომ მარადიულად ვერავინ ვერ დავრჩებით და გებად რომ როდესაც შეზღუდული უნარის მქონე ბავშვი რჩება მარტო. ანუ აი ეს კომუნიკაციური თერაპია მიზნად ისახავს, ვიდრე ეს მომენტი დაუდგება, ბავშვი იყოს აბსოლუტურად ადაპტირებული გარემოში. ეს რა არის? თქვენ ნახეთ ასეთი ბავშვები? ძალიან ბევრი ბავშვი ვნახეთ, იქ არის ქარხნები, დაცული საწარმოები, სადაც აი 6 სართულიან, 7 სართულიან მსგავს დაწესებულებებში ყველა უნარშეზღუდული მუშაობს. და ისინი არიან მაქსიმალურად რეალიზებული, ცოტა სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას და ცოტა სხვანაირად მიდის მათი ცხოვრებაც და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებაც. ძალიან ბევრი ვნახეთ ასეთი და სხვათა შორის ძალიან ბევრი უკვე 60 და 65 წელს გადაცილებული ანუ ის კატეგორია რომელიც მარტო დარჩა და ეხლა თვითონ შეუძლია დამოუკიდებლად თავის ცხოვრებას ასე თუ ისე მიიღოს. აწყოს თავის ცხოვრება და მიხედოს საკუთარ თავს. დიახ. სხვისი დახმარების გარეშე. და არ იგრძნოს თავი საზოგადოებაში ზედმეტად და გარიყულად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კომუნიკაციური თერაპია მე ვთქვი რომ ეს ჩემთვის იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის მეტყველების თერაპიის ერთ-ერთი სახე, რომელიც ტარდება შემდეგი დარღვევების მქონე, შემდეგი პრობლემების მქონე ბავშვებთან მუშაობაში. იგივე აუტიზმი და აუტისტური სპექტრი, ცერებრული დამბლები, დაუნის სინდრომი, სმენის დაქვეითების მქონე, გარდა ამისა, აი იგივე ქალბატონმა რომ დაარეკა, მოზრდილობის ასაკში გადატანილი სერიოზული ტრავმების შედეგად დაკარგული მეტყველების უნარის მქონე ადამიანებში. აქ რა ხდება დასაწყისში
პროცესში ხდება შერჩევა პაციენტის და მისი ემოციური, ასე ვთქვათ, რეცეპტული და სენსორული პორტრეტის დახატვა ხდება. თუ ის ვინ არის, როგორ არის, რანაირად არის და შემდეგ უკვე მეტყველების თერაპევტის, ფსიქოლოგის, პედაგოგის, ერგოთერაპევტის მიერ ხდება ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავება. იმისთვის, რომ ეს გარემო იყოს მაქსიმალურად მისაღები ბავშვისთვის და გარდა ამისა მან ისწავლოს თუ ის ვერ მეტყველებს სათანადო დონეზე, ის სიგნალები გაუგზავნოს გარემოს, რაც მას აწუხებს. გაგვაგებინოს, როდის ტკივა, როდის შია, როდის ცივა, როდის წყინს, როდის უხარია, რაღაცა არ უნდა, რაღაცა მოწონს. ანუ სრული ადაპტაცია ხდება მთელი აი ინდივიდუალური სამუშაო პროცესის ბავშვთან. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ძალიან ჩართულობა მშობლის, საბავშვო ბაღის და სკოლის, თუ ის სკოლის მოსწავლეა. და გარდა აი ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვი არავერბალურია, არ ლაპარაკობს და პრაქტიკულად სპეციალისტებს მასზე ჩაუქნევიათ ხელი და კომუნიკაციური თერაპიის გავლის შემდგომ ის ნელა, ახლა ვერ ვიტყვით რომ სრულფასოვნად, მაგრამ გარკვეულ დონეზე მაინც ამეტყველებს. რამდენად რეალისტურია ამ თერაპიის ჩვენც ახლა დღევანდელ სინამდვილეში დანერგვა? მე არ ვიცი რამდენად რეალისტურია, ამას ალბათ რო გვაჩვენებს, მაგრამ რომ არ დავნერგოთ ესეც არ შეიძლება. თუ არაფერს დაიწყებ, ვერცერებს დანერგავ ხომ მართალია, სულ მინიმალური ელემენტებიც რომ მოხერხდეს. ნელ-ნელა ისიც კი კარგია. კი, ჩვენ გეგმავთ ცენტრში ოქტომბრის თვიდან ახლა მიდის მუშაობა ამაზე, რადგან კომუნიკაციური თერაპიის განსახორციელებლად საჭიროა არა მხოლოდ ადამიანური რესურსი, სპეციალური მოწყობილობები, აქ მოლაპარაკე მოწყობილობები საჭირო. და მოლაპარაკე მოწყობილობები შეძენა ხდება, შეიძლება მათი შეძენა, ეს არის მოლაპარაკე ალბომები, მოლაპარაკე სათამაშოები, მოლაპარაკე პროგრამები, კომპიუტერი, ანუ ყველაფერი არის იმისთვის მოფიქრებული და კონსტრუირებული, რომ ბავშვს გაუჩნდეს მოტივაცია, რამენაირად მნიშვნელობა არ აქვს, მოახერხოს თავისი შინაგანი განწყობების, თავისი შინაგანი იმპულსების და განცდების გარემოში გადმოცემა სიგნალების. როდესაც ამას დაიწყებთ და აპარატურა შეიძენთ, გეკნებათ პირველი შედეგი, მოგიწევთ და ვისაუბროთ კალოდადაკადები. კიდევ ერთხელ. გისურვებთ წარმატებას ამ არაჩვეულებრივ საქმეში. და მე მინდა კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ აი ამ ოჯახის როლს ასეთ ბავშვებთან ურთიერთობაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ საუბრობდით გადაცემის დაწყებამდე, რამდენად დიდი ადგილი დაიკავა მშობლები, როგორც ჩაანაცვლა ძიძამ, ხო მართალია. ეს კარგია, გარკვეულწილად მნიშვნელოვანია და საჭიროა და აუცილებელიც, იმიტომ რომ მშობლები როცა მუშაობენ და გასულებიანი ბავშვები არ არიან დაუშვათ უყურადღებოდ, მაგრამ აბსოლუტური ჩანაცვლება, რასაც ხანდახან ხვდებით ხოლმე და არც თუ ისე იშვიათად არის ძალიან მავნე ბავშვის განვითარებისთვის, ფსიქოემოციური სფეროს ნორმალური განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის და ამას აუცილებლად უნდა შევეხოთ, მე ასე ვფიქრობ. იმისთვის უკვე ექსპერიმენტებით არის დამტკიცებული, რომ ბავშვი, რომელსაც ადრეული განვითარების ასაკში არ აკლია მშობლების სითბო, ალერსი და აქ არ იგულისხმება მატერიალური ფასეულობები, აი აქ არის ხაზგასმით მშობლების სითბო და ალერსი და ყურადღება, ისინი მოზრდილობის ასაკში ბევრად უფრო მყარი, ბევრად უფრო განვითარებული და ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან. და ეს ასე არის, რადგან მშობელს ვერ შეცვლის ვერა. კეთილგანწყობილების, გარემოსადმიც ზოგადად სხვანაირად არიან, იმიტომ რომ ვერანაირი მატერიალური ფასეულობა, ძვირადღირებული სათამაშო ტანსაცმელი, აგარ ეს ვერაფერი ვერ ჩაუნაცვლებს მათ, თუნდაც აი ადრეულ განვითარების პერიოდში მშობლის სითბოსა და ალერსს. თქმა უნდა, მე არ მინდა ძიძების როლის დაკნინება, მაგრამ თავიდან დავიწყეთ ჩვენ მაგის საერთოდ ასია, ძიძა, როგორც არ უნდა იყოს, მაინც ბავშვისთვის ბიოლოგიურად უცხოა. ყველაფერსო თავი გავანებოთ. და ზუსტად ამიტომ გარდა ამისა ძალიან ბევრი ძიძა იფარგლება მხოლოდ იმის, რომ ბავშვს მოუაროს, ჰიგიენურად იყოს სათანადო დონეზე და არ უთმობს დიდ დროს მასთან ვერბალურ კომუნიკაციას. ანუ არ უყვება ზღაპრებს. რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია და დასვა ბავშვი ტელევიზორის წინ და აყურებინა მულტიპლიკაციური ფილმები წყნარად ჩვიდად, ვიდრე დაუჯდე წიგნი, დაავდო, გადაუფურცლო, უკითხო. უბრალოდ უამრავ კითხვას, რომელიც უჩნდება ბავშვს. და მე იცით, ხანდახან მომაბეზრებელს ერთ და იგივე კითხვას მე რა არის. დიახ, ჩვენ ხო გვაქვს პერიოდი, ბავშვებს აქვს პერიოდი, როცა რატომ და ეს რატომ ითრგუნება. ხო, არავინ არ ცემს ბავშვს პასუხს და ერთ რატომს
აუცილებლად მეორე მოყვება, იმიტომ რომ ეს ჯაჭვური მექანიზმი სამყაროს შეცნობა უნდა მოხდეს. და როდესაც ეს ჯაჭვი დავიდანვე იბლოკება, ის აღარც აინტერესებს და იქ რაღაცა სხვას პოულობს და ზუსტად ამიტომ ძალიან ბევრი ბავშვი გარკვეული პერიოდის მერე ხვდება უკვე აუტისტური სპექტრის კლანჭებში. არასწორი გარემოს და არაჯანსაღი გარემოს პირობებში და ეს ზუსტად ის ბავშვები არიან, რომლებთაც მშობელთა სითბო აკლიათ, რომლებთაც აკლიათ დრო, რომელიც აუცილებლად უნდა გამოყოს თვითონმა მშობელმა ბავშვთან, ვისაც რამდენი საშუალება აქვს, მაგრამ აუცილებლად ყოველდღიური თუნდაც სულ მცირე კონტაქტი და საუბარი. ძალიან ბევრი მშობელი ამბობს, რომ აი ჩვენ გვყავს ძიძა, რომელიც მას სულ ელაპარაკება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ რატომ აქვს ბავშვს ეს პრობლემა? ამის გაკონტროლებაც არ არის ესეთი მარტივი სულ ელაპარაკება თუ რა თემაზე ელაპარაკება და როგორ ელაპარაკება, ამიტომ აი თუ მშობლებს არ ცალიათ ბიბი და ბაბუა მაინც რაღაცნაირად ჩაინაცვლოს, რომ ეს ბიოლოგიური კავშირი, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ამ ასაკში ბავშვს. ეს არა, ბებია და ბაბუა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მშობელს არაფერი არ ჭირს. არა, არ ცვლის დიახ. და თუ ეს ბედნიერება არის, რომ მშობელი ყავს პატარას და უმრავლესობას საბედნიეროდ ყავს მშობლები, დედას და მამაც, მათ უნდა გამონახონ ბავშვებისთვის, რომ აუცილებლად რომ მაინც უნდა გამოინახოს. თუნდაც რომ მე ეს ცუდად არ სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ მე უკვე როდესაც ეს სერიოზული პრობლემა იჩენს, სამწუხაროდ ძალიან ბევრ ქალბატონს, ძალიან ბევრ დედას უწევს უკვე შემდგარ კარიერაზე უარის თქმა. აი ყველაფერის მიტოვება, იმიტომ რომ ამის არც ხალის ირჩება, არც განწყობა და მთლიანად იცვლება მისი ცხოვრება. კი ბატონო და შედეგიც ყოველთვის არ არის ისეთი როგორც შეიძლება. თავიდან სულ პატარა მინიმალური ყურადღებით შესაძლებელი იქნებოდა რომ მიღწეულიყო ხომ მართალია. კარგით. რამე ხომ არ გნებავთ კიდევ რომ აი ამ მიმართულებებს დავამატოთ და მე მაშინ ნორმის და პათოლოგია განვიხილოთ ზოგადად. კარგით, ქალბატონო ეკატერინა. ამ ჯობია უკვე განვიხილოთ ნორმის. კარგი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს რადიო მსმენელებს შევახსენოთ კიდევ რომ საერთოდაც როგორ იწყებს ნორმალური, უბრალოდ ნორმალური ასე არა უკაცრავად ასე არ მინდოდა თქვენ ნორმაში როგორ ვითარდება მეტყოლების აპარატი, თორე თვითონ ბავშვებს არ ვეხებინა არანაირად. ნორმალური მეტყოლების ფუნქცია, რაში მდგომარეობს, ხო? Ну, დასაწყისში ბავშვი, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ იცით? ადრე ამბობდნენ, რომ დღეს მაგალითად აუტიზმის და აუტისტური სპექტრის დიაგნოზი ისმევა 3 წლის ასაკში. და რატომ? აი აუტიზმისთვის არის დამახასიათებელი ასეთი რამ, რომ ბავშვი იწყებს მეტყველებას და შემდგომ წყდება ამ მეტყველების ფუნქციის განვითარება და იწყება მეტყველების რეგრესი. ანუ მე მინახავს ვიდეო ჩანაწერები ბავშვისა, რომელიც 2 წლინახევრის ასაკში, 2 წლის ასაკში ამბობს ორსტროფიან ლექსებს და დაახლოებით 4-5 წლის ასაკში ის არის აბსოლუტურად უმეტყველო და ბგერებიც კი არ აქვს, აი ეს რამდენად ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ როდესაც ჩანაწერს ხედავდი, არის ძალიან ამის სპეციალისტები ბრძანდებით და თქვენ უკეთ იცით, ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ცოტა სხვა თვალით შევხედოთ ჩვენ შვილებს, რადგან წლინახევრის ასაკში, წლის და 8 თვის ასაკში ბავშვს უკვე ეტყობა პირველი სასიგნალო ნიშნები არის. ძალიან ბევრი ცდება, როდესაც ბავშვი არ აქტიურობს, თქვათ, აი აქედან რომ დავიწყოთ და მშვიდი ბავშვია, მეცი რაწყნარი ბავშვია, ხმას არ იღებს, არ რეაგირებს გარემო გამოიზიანებელზე, სინათლეზე, ხმაურზე, დაძახებაზე რაღაცა. პირველი ბგერები ზოგადად პირველი 2 თვის ასაკში ჩდება უკვე. შემდეგ მოდის, წლამდე მოდის გარკვეული ექსპერიმენტები მარცვლებთან, დედა, მამა, ასეთი რაღაცები და სადღაც წლის ასაკში ვაჟები უკვე უნდა ამბობდნენ პირველ ძალიან მარტივ ორმარცვლიან სიტყვებს და გოგონები შესაძლოა 11 თვის ასაკშიც კი. წლინახევრისან ისინი უკვე ცოტა უფრო რთულ სიტყვებით უნდა საუბრობდნენ, ხოლო 2 წლის ასაკში 2 სიტყვის გადაბმა ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა მარტივად, მაგრამ მაინც. ძირითადი აქტიური ფორმირება მეტყველების მაინც ხდება 5-6 წლის ასაკისთვის და გარდა ამისა, მხედველობაში არის კიდევ მისაღები რა, აი იმ ბავშვების რომლებიც მაგალითად მეტყველებენ. მშობელი უნდა დაუკვირდეს, ხომ არ მეტყველებს ბავშვი ერთი და იგივე ფრაზებით, ხომ არ მეტყველებს რაღაცა სტერეოტიპული, აი ხმით იგივე რაც თქვით, რა დროს მეტყველებს. მხოლოდ მაშინ, როცა რაღაცა უნდა, თუ ზოგადად ეძებს კონტაქტს. აქ თანდართული ნიშნებიც არის მნიშვნელოვანი, რომ რამდენად კონტაქტობს იგი თანატოლებთან, რამდენად საინტერესოა მისთვის ბავშვებთან ურთიერთობა, რამდენად შეიმეცნებს იგი სამყაროს და აინტერესებს. ეს წლინახევრის ბავშვს უკვე ეტყობა. წლინახევრის 2 წლის ბავშვს უკვე ეტყობა.
და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აი ეს გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ ბავშვი არ მეტყველებს, აქ საგანგაშო არაფერია, იმიტომ რომ მისი მამაც გვიან ამეტყველდა, იქ ვიღაცა კიდე გვიან ამეტყველდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 3 წლამდე ველოდოთ ამას. იმიტომ რომ მე როგორც გითხარით, უკვე 3 წლის ასაკში ხდება აუტიზმის დიაგნოსტიკა, რადგან 3 წლის ასაკში უკვე ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ყველა ის კლინიკური გამოვლინება, რაც არის დამახასიათებელი და ამიტომ, როდესაც ბავშვთან მუშაობას ვიწყებთ ცოტა უფრო ადრე 2 წლის ასაკში, 2 წლის და 2 თვის ასაკში შესაბამისად ძალიან ხშირად გარკვეული ნეგატიური სიმპტომების უკვე განვითარებაც ხდება, ხო? და 3 წლის ასაკისთვის უკვე ბევრად წინ ვართ წასული და ესეთი მომენტი. ანუ ნუ დაუჯერებთ იმას, რომ ვიღაცა გვიან ამეტყველდა 2 წლის ასაკში, წლის და 8 თვის ასაკში თუ ბავშვი არ ამბობს 2 სიტყვიან წინადადებას, ძალიან მარტივს მაინც, რანაირი გენეტიკისაც არ უნდა იყოს, აუცილებელია მიმართონ სპეციალისტს. შეუძლია მართონ მეტყველების თერაპევტს, იგივე ამ შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ ვაჯამებთ ბავშვის ქცევას მის მეტყველებასთან შედარებით და რაიმე საეჭვოს ხედავთ, მოხდება მათი გადამისამართება ფსიქონევროლოგთან ან ფსიქოლოგთან, ხოლო თუ აქ ჩვენ მხოლოდ მეტყველების როგორც ფუნქციის შეფერხებას, ჩვეულებრივად იწყება მეტყველების თერაპია მათთან. რომ არ გამოგჩეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მეტყველების დარღვევებში, ესე გახლავთ ენის ბორძიგი, მოდით ამაზე ვისაუბროთ და მე თუ გვექნა დრო კიდევ რა დარღვევები არის უფრო წინ წამოწეული, ყველაზე უფრო ხშირი მაინც ეს არის ხომ? ენის ბორძიკი არის ყველაზე უფრო ხშირი და ენის ბორძიკმა ზოგადად სიხშირით იმატა. ძალიან იმატა და გარდა ამისა იმატა ბევრად უფრო სერიოზული ფორმით. ნუ მაგალითად იგივე ჩემს ბავშვობაში იყო ბორძიკის შემთხვევები, რომელიც ძალიან მარტივად სწორდებოდა თუნდაც სკოლის ლოგოპედთან მუშაობით. ან ჩვეულებრივ ლოგოპედთან. სკოლაში იყვნენ ლოგოპედები მე მახსოვს. მარტივად, დიახ, ანუ აქ რაცა პატარა მეტყველების რითმის და ტემპის დარღვევა არის ლოგონევროზი, ენის ბორძიკი და აი ეს ტემპი და სიხშირე რითმი რატომაც მარტივად რეგულირდებოდა და ეს პრობლემაც მარტივად მოსაგვარებელი იყო. დღეს სამწუხაროდ ასე არ არის. მეტყველების ამ ტიპის დარღვევის მოსაგვარებლად, რო ვთქვათ, აღმოსაფხრელად უკვე კომპლექსური თერაპია არის საჭირო, რომელიც გარდა ლოგოპედიური და დეფექტოლოგიური სამედიცინო მეთოდების ჩარევასაც კი ისახავს მიზნად. მაგალითად, ტიპიური ლოგოპედიური მუშაობის გარდა ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ დამხმარედ ფიზიოთერაპიას, ელექტრორეფლექსოთერაპიას, შესაძლოა ნევროპათოლოგის დახმარებაც კი გახდეს საჭირო. აქაც, როდესაც ჩნდება პირველი, ძირითადად ეს მაინც არის დამახასიათებელი 3-დან 5 წლის ასაკში. ყველაზე კრიტიკული პერიოდი ენის ბორძიკის დაწყების არის ეს, როდესაც ჩნდება ენის ბორძიკის დაწყებიდან დაახლოებით 6-8 თვე შეიძლება ეს ფიზიოლოგიურად მივიჩნიოთ და არანაირად არ ჩავერიოთ. უბრალოდ ძალიან მინიმალურად მცენარეული რაღაც შვიდ დამოშვიდებელი შეიძლება მივცეთ ბავშვს და დაველოდოთ. ხოლო თუ დაახლოებით 6-8 თვის შემდეგ ბორძიკი კვლავ გაგრძელდა, აქ უკვე აუცილებელია. აქაც არის გამეფებული ცოტა უფრო არამცდარი შეხედულება, რომ ენის ბორძიკი 75%-ში თავისით გაივლის. კი არის ასეთი ჩარევა არ ჭირდება. არა, ეს საკმაოდ ყოფილა შემთხვევები, რომ თავისით კი არის. ოღონდ ძალიან დაბალია ეს პროცენტი. ძალიან დაბალი, ეს არის დაახლოებით 10-12%. ნამდვილად შეიძლება რომ თავისით გაიაროს. თუ ენის ბორძიკი წარმოადგენს რომელიმე დაავადების თანდართულ კლინიკურ სიმპტომს, ძირითადი დაავადების მკურნალობის შემთხვევაში ბორძიკიც თავისთავად ქრება. ან შეიძლება ის იყოს რაღაც ხანმოკლე სტრესის შედეგი და ასევე ორგანიზმი მოერიოს და დაძლიოს და თავისთავად გაქრეს, მაგრამ ძირითადად მაინც რჩება და ხანგრძლივდება ეს და ძალიან ბევრი ყავს ჩვენ როგორც გარდატეხის ასაკის პაციენტები, ისე ზრდასრული ადამიანები. კი ბატონო. ზრდასრულებში რამდენად ხშირია დაუშვათ ძალიან ძლიერი მუშაობის შემთხვევაში ენის ბორძიკის დაძლევა. დამახასიათებელია, თუმცა აი უკანასკნელ პერიოდში ზრდასრულებში უფრო მარტივად დაძლევადია და რატომ გეტყვით. ზრდასრული ბევრად მოტივირებულია, ბევრად გააზრებულია ყველაფერი და ცოტა უფრო ძლიერი მექანიზმებით ახერხებს ამ ყველაფრის გაკონტროლებას ჩვენი დახმარებით. ბავშვებში ცოტა უფრო რთულია, მაგრამ აი ზრდასრულებთან დაკავშირებით მინდოდა რაღაც მეთქვა და ცოტა გამეფანტა ახლა. გახსენებათ საუბარში. არა, მე მინდოდა მეთქვა, რა დაღლილობასთან დაკავშირებით უკანასკნელ ხანს ალბათ გსმენიათ, რომ ძალიან მომრავლდა რბილი ლოები.
მართალია, მომრავლდა კი არა, მოკლედ წალეკა ეთერი და რა ცხოვრება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მოგმართავს უკვე ზრდასრული ადამიანი და აი უმეტეს შემთხვევაში ეს რბილი ლ მათთან ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის თანმდებია. მართლა? დიახ, აი ხა გამოიკვეთა ეს. ძალიან გამიკვეთა. დიახ, გამოიკვეთა ეს. ანუ აი ერთი წამით მოდით სვენელი კარგა ხანს გველოდება. მოვუსმინოთ მას და მე დავუბრუნდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. გისმენთ? ალო, მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. გამარჯობა. მე მაინტერესებდა რა იცით, ჩემ ბავშვს 4 წლის გახდება ეხლა. რომ თქვა რომ რამე აუტიზმის ისეთი ნიშნები აქვს, რომელიც შეიძლება მე არაპროფესიონალმა შევამჩნიო, ეგეთი არაფერი არ აქვს. მხოლოდ ერთია რომ 100 რომელი 100 ქალბატონო გაიმეორეთ? რ, დიახ. რაიონი. დიახ. რს ვერ ამბობს. და რასთან გვაქვს საქმე გაინტერესებთ, ხო? დიახ, და არ ვიცი ეს რამდენად ისეთი პრობლემაა. რამდენი წლის არის ბავშვი? 4-ის ხდება, ეხლა აგვისტოში. კი ბატონო, მადლობთ რომ დაგვიკავშირდით და რა შეასაქმე, როცა რომელიმე 100-ს ვერ წარმოთქვამს, არ მხოლოდ რ, სხვა ასოებიც არის განსაკუთრებით ისეთი ხო რთული. ამ შემთხვევაში მხოლოდ რ-ზეა საუბარი. გარკვეულ ასაკში შეიძლება ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა, ნორმად მივიჩნიო და ჩარევა არ იყოს საჭირო. რაც შეეხება რს დამახინჯებული წარმოთქმა ასაკობრივად შეიძლება მივიჩნიოთ 5 წლამდე. მე ახლა შეგეძლოთ კითხე ასაკი. ანუ 5 წლამდე შეგვიძლია დაველოდოთ იმას, რომ ბავშვმა თავისით თქვას რ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აი იგივე მე ვახსენე საარტიკულაციო აპარატში არსებული პრობლემები შესაძლოა აქ ან მოკლე ლაგამით, ან ენის არასწორი კუნთოვანი ტონუსით იყოს ეს პროვოცირებული. უბრალოდ ერთხელ აუცილებელია ბავშვი ნახოს მეტყველების თერაპევტმა. თუ აქ ყველაფერი რიგზია, ნუ 5 წლამდე შეგვიძლია დაველოდოთ. თუ 5 წლამდეც არ იტყვის, მერე უკვე საჭიროა სპეციფიური ლოგოპედი. და დავუბრუნდეთ ძალიან საინტერესო თემას. რბილი ლ-ს საკითხი რა ხდება მაინც დაღლილობის ბრალი ყოფილა და არ მხოლოდ დაღლილობის, ნუ გარკვეული პერიოდი რბილი ლ მოგეხსენებათ ერთგვარ კუთხურ წარმომავლობად მიგვაჩნდა, თუმცა ძალიან ბევრი ყავს პაციენტები, რომლებიც სულ სხვა კუთხის წარმომადგენლები არიან, მაგრამ რბილი ლ-ებით საუბრობენ და ამასთან ეს არიან დაახლოებით 25 წელს, 30 წელს გადაცილებულები, რომელთაც მანამდე ეს პრობლემა არ აწუხებდათ და მე დაურბილდათ, ასე ვთქვათ, ლ. და როდესაც ვკითხულობთ ახლა ანამნეზს, ძალიან ხშირად იკვეთება, ნუ მამაკაცებში შედარებით ეს არის უფრო მეტად განპირობებული ალკოჰოლის არასწორი მოხმარებით, შესაძლოა აი ამითაც იყოს. ძალიან ბევრს გადაღლილობის მოსახსნელად უკვე ჩვევათ, ექცა ყოველ საღამოს მაგარი ალკოჰოლური სასმელების მიღება და რაც პერიოდის მერე ლ დაურბილდათ. აი რაც შეეხება ქალბატონებს, აქაც ძლიერი სტრესი, ანტიდეპრესანტების და ტრანკვილიზატორების ხშირი გამოყენებაც არის. როგორ ხდება, იცით, უბრალოდ აქაც ენის კუნთოვანი ტონუსი იცვლება მთელი სხეულის კუნთოვანი ტონუსის პარალელურად. ეს მხოლოდ ენით არ არის პროვოცირებული და რადგან ლ-ს განსაკუთრებული მოქნილობით ჭირდება წარმოთქმა, ეს ყველაზე მეტად ლ-ზე აისახება, თორემ თუ დროულად არ მოხდა ჩარევა მოზრდილებში, შესაძლოა ლ-ს მერე მიყვეს რ. ანუ რ-ც უკვე შეიცვალოს და აი ესეთი სქემით ხდება ბგერების დამახინჯება, ანუ გადაღლილობა პირდაპირ ისახება მეტყველების ხარისხს. ხაშინ ასე ვთქვათ, რომ მდგომარეობა მთლად ესეთი საგანგაშო არ არის, თუ მოინდომა პიროვნება მამასაც გამოასწორებს და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით უნდა გაამახვილონ ყურადღება მათ, ვისაც ყოველ წუთში ვხედავთ, უსმენთ, ხო მართალია? ვის საქმიანობაც მეტყველებას კი ბატონო, საზოგადოების თვალწინ მისწრიალებს იმათგან იმათ მიმართ ყოველთვის უფრო მკაცრები ვარ და ეს ასეც უნდა იყოს, მე ასე ვთვლი. აბსოლუტურად გეთანხმები. დიდი მადლობა ქალბატონო ეკატერინე, ძალიან სასიამოვნო იყო და საინტერესო თქვენი მოსმენა, როგორც თქვით, თუ რამე სიახლეები იქნება და იქნება დარწმუნებული ვარ ოქტომბრის თვიდან მზად ვარ, რომ ეს ამ სიახლეზეც ვისაუბროთ. ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე შეგახსენებთ, რომ მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის ლოგომედის ხელმძღვანელი ქალბატონი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო გადაცემის სტუმარი. მე კი გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.
ოჯახის ექიმი თამარ მურუსიძე.